გამარჯობა მეგობრებო, საიდან ვიდეოს შინაარსზე გადავალ, მინდა რომ პატარა შესავალი გავაკეთო. პირველ რიგში, ვინც ხართ ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ყველაფერი გულთან განსაკუთრებით ახლოს მიგაქვთ და შესაძლოა რაღაც გარკვეული ტრაუმის, მინი ტრაუმების შეგრძნებების კი გრჩებათ ხოლმე. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ამ ეტაპზე არ უყუროთ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ საკმაოდ დამეზიანებელ შინაარსებში უნდა შევიდე. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის მოვალეობაა, რომ ერთმანეთის ტკივილი გავიზიაროთ და ხმის ამაღება შევძლოთ. შესავალში მეორე საკითხის ხმა, რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება, არის მიზანი, რისთვის ვწერ ამ ვიდეოს. მოვლენები შეეხება სუდანში დაწამებ გოგონას და ზოგადად სუდანში ადამიანის უფლებებს. არის ის, რომ მე მჯერა ადამიანის სიკეთის, მე მჯერა იმის, რომ ადამიანებს აქვს ძალიან დიდი ძალა და მათ არ ჭირდებათ არანაირი პოლიტიკური ფიგურების ჩარევა და საკითხის გადაწყვეტა. სრულიად შესაძლებელია ადამიანების კეთილინებით და უბრალოდ ძალა ერთობაშია. და რომ გადავიდეთ შინაარსზე, რამდენიმე დღის წინ ქისმალი ომარი სუდანში ხეზე ჩამოკიდეს, ხელებს შეკრული და წამების თითქმის ყველა ფორმით აწამეს. ის ასევე გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვიდეოშივე, ხოლო ვიდეოს დამთავრების შემდეგ მოკლეს. ეს ვიდეო დიდი ხნის განმავლობაში, მთელი ამ დღეების განმავლობაში ტრიალებდა და ალბათ დღესაც ტრიალებს ინტერნეტში. მე არავის არ ურჩევ, რომ უყუროს ამ კადრებს, თუ არ მუშაობს უშუალოდ ამ მიმართულებით და არ აქვს ამ თემასთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული გამოცდილება და რაღაც რამისთვის უშუალოდ არ ჭირდება ამ კადრების ნახვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა სუდანში, როდესაც ადამიანის უფლებებს ასე არღვევენ, ასე უხეშად ადამიანის თავისუფლებას, ადამიანის სექსუალურ ხელშეუხებლობას, ადამიანის სიცოცხლეს საერთოდ უბრალოდ ჩირის ფასად ყიდიან და უბრალოდ საკუთარი სადიზმის თუ მაკიაველისტური მიდრეკილებების გამო ასე უდგებიან მთლიანად ამ საკითხებს და საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ მდგომარეობები იმდენად დაძაბულია, ბოლო რამდენიმე ათწლეულია ზოგადად სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რომელზეც სხვათა შორის ეჭვი ოღონდ რასაკურველია ამას თავად არ აღიარებენ, თუმცა ამაზე ბევრი მტკიცებულებაც მეტყველებს, რომ მათი დაფინანსება მომდინარეობს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და სწორედ ისინი აფინანსებენ სუდანში არსებობს დღეს ორი სამხედრო ძალა, ეს არის SAF-ი, ანუ სუდანის შეიარაღებული მილიტარისტული ძალა და ეს არის SRF-ი, რომელიც არის სწრაფი მოქმედების მილიტარისტული ძალა, რომელიც არ არის რასაკურველია ლეგალური, როგორც შეიძლება რომ იყოს ლეგალური, მაგრამ ზოგს ერთს მეტი ლეგალიზება აქვს, მეორეს შედარებით ნაკლები, თუმცა ორივე მათგანი ემსახურება საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამბიციებს და მზად არიან რომ საკუთარი თანამემამულეები უბრალოდ ამ მდგომარეობაში ჩაყარონ, თუმცა უშუალოდ საამიროებიდან არის ეჭვი იმაზე, რომ ისინი აფინანსებენ აი ამ მეორე მილიტარისტულ ძალას, რომელიც არის SRF-ი და ამაზე არსებობს, როგორც უკვე აღნიშნეთ, მტკიცებულებები უბრალოდ დეტალებში არ მინდა ჩასვლა, საკუთარი პოლიტიკური ამბიციების მისაღწევად და მე ვფიქრობ, რომ ეს არავის არ იქნება გასაკვირი, იმიტომ რომ UAE არის ზოგადად ცნობილი, დუბაის ფართები გავუხსენოთ, ყოველთვის რომ თავი დავაყენებოთ უკრაინელი გოგონას შემთხვევა გავუხსენოთ, რომელიც კარგი მაგალითია, როგორ უდგებიან ზოგადად ადამიანის უფლებებს, არის რადგან ნიშნავ გვაქვს სადაც განსაკუთრებით მძიმე დეტალებში შევდივართ, არის რა თანხებს ავხდით 5-500 როგორც თავაზობენ იმაში, რომ ჯგუფური გაუპატიურებაში, ძვლების დამტვრევაში, მეორე 500 იმაში, რომ ფეკალიები შეჭამონ და მათ ვიდეო გადაუღონ და უბრალოდ თუ ეს ადამიანები ამაში ითხოვენ, შეთავაზობენ ფულის გადახდას, წარმოგიდგენთ, რომ რამდენი ამას აკეთებს ძალით, და ვიდეოს ადამიანების, ვინც ფულს თავაზობენ, დარწმუნებული ვარ, რომ მათი დიდი ნაწილი ძალის მეშვეობითაც არის ამ ყველაფერზე თანახმად. სულ რომ ფულის გადახდით იყოს, მოკლედ მე ზოგადად არ მგონია ეთიკური, რომ მთლიანად სახელმწიფოს მიადგე და გადაწყვიტა, რომ ყველა ერთნაირია და ყველა ერთმანეთს გავს, უბრალოდ აშკარად ჭირდება ამ სახელმწიფოებს გამოფხიზლება, თუ შეიძლება რომ ამ მდგომარეობას სახელმწიფოებრიობა უწოდოთ, იმიტომ რომ ისინი არიან რაღაც გარკვეულ ბუნდოვან ფაზაში. ბოლოში მინდა რომ კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება, როგორც ვიცით, არსებობს საერთაშორისო კონფლიქტები, რომლებიც იღებენ დანარჩენი მსოფლიოსგან დიდ ყურადღებას, როგორც დასავლეთის ქვეყნებიდან, ასევე აღმოსავლეთის სამყაროდან. ასეთია მაგალითად პალესტინა-ისრაელის ომი, ასეთია კონფლიქტი ზოგადად მთლიანად დასაწყისიდან, ასეთია მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომი უფრო დასავლეთის სამყაროში, მაგრამ არსებობს ომები, რომლებზეც უბრალოდ დანარჩენმა სამყარომ არ იცის. მაგრამ ეს პატარ-პატარა ომებზე არ არის საუბარი
სუდანში რაც ხდება ადამიანები უბრალოდ იხოცებიან მათ მიაღწიეს შიმშილის იმ სტადიას უკვე როდესაც ახლა რომ სრულებით მიეწოდოს სუდანის მთელ მოსახლეობას საკვები მაინც სერიოზული დამაზიანებელი შედეგები იქნება და მათი დიდი ნაწილი საერთოდ შესაძლოა მაინც ვეღარ გადარჩეს და მომავალ თაობაშიც ეს პრობლემები ეტაპობრივად გამოიკვეთება აუცილებლად და აი ხშირად თვალს ვარიდებთ ხოლმე თითქოს ადამიანების პირად გამოცდილებას მაგალითად ყოველების გამოცდილებას რომლებიც საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე გვიყვებიან და ერთი ბიჭი საუბრობდა აი ეს მეტაფორა არ დამოუწყდება არასდროს უბრალოდ ეს მეტაფორა არ იყო ეს იყო ობიექტური შეფასება რომელიც აი მეც კი ხმით უმეტეს რომ ვიცი რომ ეს მეტაფორა არ იყო მეც კი ინსტინქტურად იმდენად მძიმე და გრაფიკული ამბავია რომ ფრინველები იცვლიან ბუნებრივ ბინადრობის ფორმას და მიმართულებას ისევე როგორც ხეცები ანუ არაშინაური ცხოველები იმიტომ რომ ალბათ ხვდებით რატომ ქუჩაში იმდენი დახოცილი ადამიანია და იმდენი ადამიანის გვამია რო დაუბრუნდეთ იმ საკითხს საიდანაც დავიწყე საუბარი და საიდანაც წამოვედი რატომ ვიწერ ამ ვიდეოს მე მგონია რომ სწორედ ამ ადამიანების მხარდაჭერით დღეს სოციალური ქსელი თითქმის ყველას აქვს აი იმ ადამიანების მხარდაჭერით ვიც ამაზე ხმას იღებს ჩვენ თვითონაც ინფორმაციის გავრცელებით არ ვიცი მათთვის სხვადასხვა ტიპის დახმარების აღმოჩენით გაპროტესტებით ვფიქრობ რომ მომავლის შესვლა ერთად მნიშვნელოვნად შეგვიძლია ასე რომ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მინდა უსურვო სუდანს რომ ის დანაშაული მოსახლეობა უბრალოდ იმდენად მძიმე მდგომარეობაში რომ მხოლოდ პირველ რიგში მინდა რომ მნიშვნელოვანია რომ ახლა მათ დიდი სულიერი სიძლიერე გამოავლინონ